არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. მას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საწყის ეტაპზე კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები ვიკონტროლოთ წნევა, მიუხედავად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე. არტერიულ ჰიპერტენზიაზე მიუთითებს თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის ფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, გულის რიტმის დარღვევა და სმენის პრობლემები. განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას, პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია. მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება. რაც შეეხება პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას, დღეს მისი სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა გჭირდებათ თუ არა წამალი მხოლოდ ექიმს შეუძლია. სპეციალისტების განმარტებით საწყის ეტაპზე წნევა ადვილად ემორჩილება პრევენციულ ღონისძიებებს. ზოგჯერ მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლად საკმარისია წნევის მოსაწესრიგებლად. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში და ფეხით სიარული. თვალყური უნდა ადევნოთ ჯანმრთელობას, უნდა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის შემცველობა. ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ორგანიზმს წნევის შემცირებაში რომ დაეხმაროთ, ნატრიუმის ოდენობა უნდა შეამციროთ, კალიუმისა კი გაზარდოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული მარილის დღიური ოდენობა 6 გრამია. სპეციალისტების განმარტებით ორგანიზმმა უნდა მიიღოს მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. ცხოველური ცხიმი მცენარეულით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს წყალი, უნდა ერიდოს კოფეინს და უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე.